აი იმ დღეს უყურებდი მე ამ პრეზიდენტის მოადგილეს რა ვიცი ვიცე-პრეზიდენტს რო ეძახიან ბებერო ათეისტო შენა რა გამოსული და უთქვა რა ჩვენ ისეთი რამე უთქვას რა ჩვენ არ გვაინტერესებს არც ერთი ქვეყნის არც კულტურა არც ტრადიცია ეს არის წესი ესე უნდა იყოს რა რომ ერთსქესიანთა ქორწილი უნდა ეს არის მიღწევა დემოკრატიული არ გვაინტერესებს საერთოდ არ მაინტერესებს არც ტრადიცია არც კულტურა რომელიღაც სხვა ქვეყნისა ეს მეთქვა მაგითო ვამოდე ბებერო ათეისტო შენა რა აღშდილებით რომ სულ დგას ის ობამას უკან რა აი ესეც რა არის ეს არის აი ანტიქრისტიანული სოფხედველობისა აი ესე გვირგვინი რა აი მამები ესე ამბობდნენ ანტიქრისტე უკანასკნელი ანტიქრისტე ჯერ არ გამეფებულა მაგრამ მისი სული მკვიდრდება უკვე საზოგადოებებში რა სულის კვეთება სოფხედველობა რა აი ხო გახსოვთ ერთი 10 თუ რამდენი წლის წინ 15 წლის წინ ლოზუნგი რო იყო თბილისის ქუჩებში რა ისე ვანერების რა შევწდით ამერიკულ სულს რა რა ჩავყალაფეთ დიდი კოვზებით და ეხლა არ ვიცით როგორ ამოუპარპუროთ რა ეს საკრომატერი რა ეს სიბინძურე რომელსაც ქვია ამერიკული სული ანუ ანტიქრისტიანული სული ეხლა ეძახე რამდენიც გინდა პარტნიორია ის არის და ეს თავარი ძალა ეს არის რომელიც რხნის ყველა საზოგადოებას რა მშობლიებში რა აი ეხლა გამახსენდა მე ჰუსეინი რო ჩამოაგდეს არა სულ თავიდან რა მოხდა იცით მე პირველად ბაღდადის კინოთეატრში გაუშვეს ეროვნული ფილმი რა და ხალხი მოვიდა გადაწვა ეს კინოთეატრი რა ეს დალოცვილი ერაყელები ესენი ხა კიდე რა კინოთეატრი მე მახსენდება შოთა რუსთაველის სახელობის კინოთეატრი ეს მის შოთა რუსთაველის სახელობის კინოთეატრი თბილისის ცენტრში დგას რამდენი წლის წინ იყო მახსოვს რა გვერდზე არის ცეცხლი გვერდზე არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და გვერდზე არა რამდენი მეტრაა რა 100 მეტრა არის მანდ რა ვიცი მახსოვს რა დიდი რეკლამით ესე კი რაღაცა ეს ამერიკული ფილმი ქართული როგორ იქნება ხოლოდი ნაჩი რა ეროტიკული ფილმი რა რბილად რო თქვა ეროტიკული ფილმი აი უყურებდი ამ რეკლამას და ფიქრობდი საქმე ყოფილი კაცო იქ ეკლესია იქ სკოლა კაცო ხო ყველა ცნობილი ჩვენი სკოლა იქ დგას შოთა და აკაკი ეს შეიძლება რა ილია და აკაკის ძეგლი და კიდე ეს გარკვეული ფილმს უჩვენებენ რა და კინოთეატრი კიდე შოთა რუსთაველის სახელობისა აი რა დღეში ვარ და დაფიქრეთ რა ხალხო ეს შარშა და შარსით ხო არ მოხდა რა უკანა ის არა ხოლობის ეკლესია ხო ნუ უკან ხო ძველი სამება ხო ეს იყო სადღაც რა ვიცი 10-15 წლის წინ რა ალბათ რა აი როდიდან დაიწყო რა მაშინ უნდა აღმახებებო ხმა მაგრამ გადიოდა ეკლესიის ხმა იმათ ყურამდე არაფერი იმედა თავიდან თქვეს არა იქ არის ნათელი ჩვენ სიბნელეში ვიმყოფებ ბნელი ხალხი ვართ საერთოდ და ნათელი იქ არის რა ხო და მოვიდა ეს ნათელი იეღოველები გადვილება მამათმავლობა აი ეს არის ნათელი რა ნუ ტექნიკასთან ერთად ხო აი ხა უკვე ესე დღეში ვართ რომ კი ვგრძნობთ რომ ვიღუპებით რა უკვე საქართველოს არ არის მაგრამ ხედავთ მე რამდენჯერ მithავს ხო გახსოვთ რა ეს ბრძოლა ჩვენ წავაგეთ ჩვენ მაგათთან ბრძოლა წავაგეთ ხალხო წავაგეთ всё ვზივარ დაშლილები ღირსება დაკარგულები და ეს გაჩვენებულები ფიქრობ ლუგბასად დავიშოვოთ ოღონდა რომ გადასახადი გადავიღოთ ის და გახდახევარი ქალები მესამედი გაქცეულია საზღვარგარეთ
და მუშაობენ იქ რა იცი მონური იმით რა რამდენი მირეკავს იცით